თქვენ გაქვთ ბიზნესი და ეწევით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, გსურთ წარმატება და გჭირდებათ გამოცდილი მეგზური, აგროდღიური, დაგეხმარებათ მიიღოთ საინტერესო და საჭირო პროფესიონალური რჩევები, დანერგოთ ახალი ტექნოლოგიები, პირველებმა გაეცნოთ სიახლეებს აგრარულ პოლიტიკაში და შეაფასოთ ქართული პროდუქციის პერსპექტივა ევრობაზარზე. აგროდღიური, რადიო იმედზე, თეა შველიძესთან ერთად. აგროდღიური. გადაცემის სპონსორია აგრომოტორსი. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოების ლიდერის ჯონ დირის ოფიციალური დილერი საქართველოში. თუ ხართ ფერმერი, ამუშავებთ მიწას ჯონ დირის ტექნიკით, ელოდებით მოსავალს და გსურთ რეალური წარმატება, აგრომოტორსი გთავაზობთ ჩაერთოთ მომგებიან აქციაში და 2015 წლამდე ტექნიკის უფასო დიაგნოსტიკასთან ერთად მიიღოთ 10%-იანი ფასდაკლება ჯონ დირის სათადარიგო ნაწილებზე. შეხვდით ახალ სეზონს უფრო მომზადებულები, პროდუქტიული და მომგებიანი საქმიანობისთვის. დაგვიკავშირდით 2 30 80 98 ან გვესტუმრეთ მის სამარცზე გრიგოლ რობაქიძის 20. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება საქართველოში კვლავაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი პროცესის მიმდინარეობას დადებითად აფასებს, მისი შეფასებით პროცესი დინამიურად ვითარდება. წინა პერიოდისგან განსხვავებით შეიცვალა ფერმერთა მიდგომა და კოოპერატივს როგორც კოლმეურნეობაც აღარ აღიქვამენ. დღეს მთავრობა უკვე თავად კოოპერატივების განვითარების მიმართულებით მუშაობს. ამის შესახებ თუ როგორ მუშაობს მთავრობა ამ მიმართულებით, ამის შესახებ თავად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშველაძე გვეტყვის რამდენიმე წამში. აგროდღიური, რადიო იმედზე, თეა შველიძესთან ერთად. აგროდღიური. დიახ, რამდენიმე ხანში შევიტყობთ იმის შესახებ, როგორია ბოლო მონაცემები, რამდენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი არის დარეგისტრირებული, რამდენია წევრთა რაოდენობა და მობილიზებული კაპიტალის მოცულობა. ჩვენთან პირდაპირ ხაზზე არის, როგორც უკვე გითხარით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და იგი ამის თაობაზე თავად ისაუბრებს. მანამდე რამდენიმე მონაცემს მოგაწვდით კოოპერაციის სტიმულირების მიზნით ევროპის სამეზობლო სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში 115 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ მიმართულებით მუშაობს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია და მთავარი მიზანი არის უმცირე 160 თანამედროვე მცირე ფორმერული კოოპერატივის ჩამოყალიბება. გიორგი მიშელაძე ჩაგვერთობა ახლა პირდაპირ ეთერში. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ გადაცემაში. როგორია ბოლო მონაცემები, რამდენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია დარეგისტრირებული, რომ გითხრათ თავდაპირველად და რამდენია წევრთა რაოდენობა, მობილიზებული კაპიტალის მოცულობა და საერთოდ როგორ შეაფასებთ ამ პროცესს? მოგესალმებით ქალბატონო თია, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. დიდი მადლობა იმისათვის, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას თქვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღების. რაც შეეხება კოოპერატივებს, დღის მდგომარეობით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე 531 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია სტატუსის მქონე, რომლებშიც უკვე 3813 მეპაია გაწევრიანებული სრულთლიანობაში. მათ შორის მთლიანი მობილიზებული კაპიტალი შეიძლება ასე ითქვას საპაიო ფონდი მთელი ამ კოოპერატივების უკვე 8,200,000 გადაცდა. აქ იგულისხმება როგორც ფულადი შენატანი პაისახით, ასევე ქონებრივი შენატანი პაისახით. ისე რომ დღითი დღე ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რიცხვი იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანის ჩართულობა ხდება კოოპერაციის პროცესში. ბატონო გიორგი, ერთია შეიქმნას კოოპერატივი და მეორეა როგორ იმუშავებს, ანუ როგორც თქვენ ძალიან ხშირად თავადაც ამბობთ შეხვედრებზე, რამდენად სიცოცხლის უნარიანი იქნება იგი. რა ღონისძიებები ამ მიმართულებით დაგეგმილი, რა გატარდა რა ღონისძიებები და რას გეგმავთ? ნამდვილად გეთანხმებით, ერთია მართლაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მიცემა, ანუ კოოპერატივის ჩამოყალიბება და მეორეა მათი სიცოცხლის უნარიანობა. დღეს მდგომარეობით სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ რიცხვში, ამ 531-ში საკმაოდ დიდი წელია იმ კოოპერატივების, რომლებიც საკმაოდ სუსტები არიან. მოდით სიმართლეს ვთქვათ, ჩვენ უკვე ვაკეთებთ გრადაცია გავაკეთეთ, ვთქვათ, სუსტების, საშუალო სიმძლავრის კოოპერატივების და ძლიერი კოოპერატივებისა, რომლებიც ესე იგი ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვაქვს
ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი მოცულობაა სამწუხაროდ ცოტა სუსტი კოოპერატივების, მაგრამ რა თქმა უნდა მათ აქვს პოტენციალი, რომ სტაბილურ სუბიექტებად ჩამოყალიბდნენ და ჩვენი მიზანიც სწორედ ეგ არის, რომ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით გავაძლიეროთ კოოპერატივები. ეს იქნება როგორც კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით, თქვათ, რომ მათ ცოდნა და გამოცდილება შეიძინონ, ასევე ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებით და მოგეხსენებათ, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორი ამ კოოპერაციის პროცესში ეს არის ევროკავშირი, რომელიც ემპარდის პროგრამას ახორციელებს კოოპერატივებზე და შესაბამისად უკვე მათი მხრიდანაც ხდება დიდი ძალისხმევა, რომ ეს კოოპერატივები ჩამოყალიბდნენ უკვე სტაბილურ ძლიერ სუბიექტებად. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ჩვენთან გარკვეული პროგრამები მიმდინარეობს, ეს მცირეგაბარიტიანი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამა, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის როგორც ტექნიკური დახმარების პროგრამები, ასევე ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიანებით უკვე ვისაუბრებთ ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ფინანსურ დახმარებას რაც შეეხება და ეს საკმაოდ საინტერესო უკვე გაცემულია 35 გრანტი და ამაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ მანამდე მინდა დაგისვათ ასეთი შეკითხვა ბატონო გიორგი. მაგალითად ადამიანი, რომელსაც აქვს მიწა სოფელში. დღეს ხელისუფლება საკმაოდ აქტიურად მუშაობს იმ მიმართულებით, რომ მოხდეს დაუმუშავებელი მიწების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეს. მე მაგალითად მაქვს მიწა სოფელში და ამ მიწას არ ვამუშავებ, მაგრამ მაქვს სურვილი, რომ გარკვეულწილად მივიღო აქედან რაღაც გარკვეული დივიდენდი. მე მაქვს თუ არა საშუალება, რომ ეს მიწა რომელიმე კოოპერატივის წევრი გავხდე და სწორედ ამ მიწის მეშვეობით მივიღო დივიდენდი და არ ჩავერთო უშუალოდ საქმიანობაში, რასაც დღეს, როგორც მე ვიცი, კანონი მოითხოვს. დიახ, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, დღევანდელი მოქმედი კანონი, ასე ვთქვათ, იმისათვის რომ წევრი გახდეს ფიზიკური პირი, მისთვის საჭიროა უშუალოდ მონაწილეობის მიღება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში კოოპერატივის. რა თქმა უნდა, კანონი დღეს ამას თვალისწინებს, მაგრამ ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს გარკვეული ცვლილებები არსებულ კანონში, რომლის თანახმადაც უკვე აი იმ პირებისათვის, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, რომელსაც აქვს შესაძლებლობა რომ მიიღონ კოოპერატივში მონაწილეობა გამა თუ იმ ფორმით, მაგრამ არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უშუალოდ იყვნენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულნი, მათთვის ჩვენ გვაქვს ახალი ცნება, ახალი მიდგომა, რომ ესენი იქნებიან სასოცირებული წევრები, ანუ კოოპერატივის სასოცირებული წევრები. შესაბამისად, აი პირს, ვისაც აქვს მიწა, ან თუნდაც საბრუნავ საშუალებები, ვთქვათ, ფულის სახით თუ ასე შემდგომ და მონაწილეობა უნდა კოოპერატივში და ვერ ერთვებიან უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მათ უკვე შეუძლიათ ასოცირებული წევრის ასოცირებული წევრის ფორმით მიიღონ კოოპერატივის საქმიანობაში მონაწილეობა, გახდნენ კოოპერატივის ასოცირებული წევრები და შესაბამისად დივიდენდი მიიღონ კოოპერატივის საქმიანობიდან. ამ მიმართულებით ეს არის გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს. მიმდინარეობს თუ არა მუშაობა და კიდევ რა საკანონმდებლო სიახლეები შეიძლება იყოს უახლოეს მომავალში? კი ბატონო, ჩვენ ასევე კანონის დონეზე გვინდა გავაჩინოთ დამატებითი საპაეო შენატანის ცნება, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც ახლა წენმა მოგახსენეთ, ოღონდ ეს არის მიმართული უკვე წევრებზე, მაგალითად კოოპერატივის წევრს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ანუ ერთი რო ვალდებულება საპაეო შენატანი გააკეთოს იმ ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად, რასაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასაც ახორციელებს კოოპერატივის ფარგლებში ეს ერთი, მაგრამ თუ მას კიდევ აქვს დამატებითი რესურსის საშუალება, რომ თქვათ კოოპერატივის გაძლიერებისათვის კიდევ მოახდინოს დამატებითი ფულადი თუ სხვა სახის რესურსების მობილიზება, მაგრამ მას არ აქვს ეკონომიკური მონაწილეობის შესაძლებლობა, ან უკვე აი ამ დამატებით სახსებს უკვე დამატებით საპაეო შენატანის სახით ჩართავს კოოპერატივის საქმიანობაში. აი აქედანაც უკვე დამატებითი დივიდენდის შემოტანის შესაძლებლობა ექნება კოოპერატივს. ისე რომ ამ სახით გარდა ამისა
კიდევ კოოპერატივის კანონში შევაცვლილებები შიდა სამეურნეო ბრუნვებთან დაკავშირებით. ანუ ვთქვათ, რა წესით უნდა შეიტანონ საპაიო შენატანი, ვთქვათ, რა სავალდებულო ანუ რა როგორ ფორმირდება საპაიო ფონდი და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ანუ ძირითადად ეს ჩვენი ცვლილებები მიმართულია კოოპერატივის საქმიანობის დახვეწისაკენ და ასე შემდგომ. გარდა ამისა, უკვე დღეს მაგალითად არ არის განსაზღვრული, ვთქვათ, ამა თუ იმ კოოპერატივს რამდენი შეუძლია აწარმოოს თვითონ თავის წევრების ფარგლებში, ხოლო არა წევრებთან ურთიერთობაში რა სახის ურთიერთობები აქვს. აი, ამასაც ადგენს უკვე ჩვენი კანონპროექტი. ეს სიახლეები, უпроსტად კანონპროექტის სახე, როგორც უკვე მითხარით, უკვე აქვს. როდიდან დაიწყება ამის განხილვა პარლამენტში და როდიდან შეიძლება რომ ჯერობით ვახდენთ ამ ცვლილებების განხილვას შიგნით, ჯერ სამინისტროს შემადგენლობაში მოხდება ამის განხილვა, მერე სანამ პარლამენტში წარვადგინოთ, ჩვენ გეგმავთ, რომ უკვე ექსპერტები, უფრო დამატებით ექსპერტები ჩართოთ, იმიტომ რომ ამ ეტაპზე უკვე არიან ჩართულნი ემპარდის პროგრამის გამხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირია ჩართული აქ ბატონ ხუან ეჩანოვეს სახით, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენთან ამ მიმართულებითაც და უკვე როგორც კი სამინისტროში მორჩება შიდა განხილვა, მერე უკვე მოვახდენთ სხვა დამატებით კოოპერაციის პროცესში ჩართულ სხვა ექსპერტებთან ერთად ამ კანონპროექტის განხილვას, მათ შორის რა თქმა უნდა პარლამენტის აგრარული კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად და აი მერე წარედგინება მთავრობას და შემდგომ უკვე პარლამენტს. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. გადაცემაში მონაწილეობისთვის ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ ჩვენს ეთერში. მანამდე კი რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ჩვენ დაუბრუნდებით თემას, რომელიც უკვე ვახსენეთ. 35 სასოფლო ფერმერულმა გაერთიანებამ უკვე აიღო გრანტი. შესაბამისად, თუ რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ მათ, ანუ როგორ პირობებში იმუშაობენ, ზოგადად რას ფიქრობენ თავად ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები, რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. აგროდღიური რადიო იმედზე თეა შველიძესთან ერთად. აგროდღიური დიახ, ჩვენ კლავ ეთერში ვართ, მე რამდენიმე მონაცემს მოგაწვდით. კოოპერატივების სტიმულირების მიზნით ევროპის სამეზობლო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში 115 მილიონი ლარია გამოყოფილი. 15 არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ამ მიმართულებით, უпроსწორად 4 კონსორციუმი და მასში შემავალი ორგანიზაციები. მიზანი არის სულ ცოტა, სულ მცირე 160 თანამედროვე მცირე ფერმერული კოოპერატივის ჩამოყალიბება. ემპარდის აგრანტო კონკურსის შარშან გამოცხადდა, მონაწილეობა მიიღო 7-ზე მეტმა მცირე ფერმერულმა ჯგუფმა, რომელთაგან მეორე ტურისთვის შეერჩა 200-ზე მეტი ჯგუფი. ახლა კი ჩვენ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებით გიგა სარუხანაშვილი არის ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი, მერფსი კორპუსის პროგრამის მენეჯერი. გიგა, გამარჯობათ. გამარჯობა ხალხო. პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონო გიგა გადაცემაში მადლობა მონაწილეობისთვის ბატონო გიგა გადაცემაში და მინდა გკითხოთ თქვენი ორგანიზაციის ფარგლებში რამდენი გრანტი არის 35 უკვე ითქვა რომ 35-მა ფერმერულმა გაერთიანებამ მიიღო გრანტი. უშუალოდ თქვენი ორგანიზაციის პროფილით რამდენმა ისარგებლა უკვე აი ამ ფინანსური თუ ტექნიკური რესურსით? ჩვენი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, თქვენ იცით, რომ მერფსი კორპუსი არის ერთ-ერთი 4 ორგანიზაციიდან, რომელიც ახორციელებს ემპარდეს პროგრამას საქართველოში. უკვე ხსენებული 35 კოოპერატივიდან მერფსი კორპუსი აფინანსებს 14 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივს. ამ ეტაპზე ამ 14-დან 6-თან უკვე გაფორმებული არის საგრანტო ხელშეკრულება დაფინანსების თაობაზე. დანარჩენები ალბათ უბრალოდ დაკონტრაქტებულია და შემდეგში მათთან უბრალოდ ამსად ზუსტდება საბოლოო დეტალები საგრანტო ხელშეკრულების და სავარაუდოდ რამოდენიმე დღეში დანარჩენ ვარსანაც მოეწერება ხელი. თქვენ ახსენეთ, რომ ზუსტდება დეტალები. აი ძალიან ისეთი მოკლედ, რომ გარკვეული რჩევის სახით რომ მივცემთ ფერმერებს, ვინც დაინტერესებულია ამ პროგრამებში ჩართვით. რა მთავარი პირობა უნდა დააკმაყოფილონ იმისათვის, რომ მათ მიიღონ საშუალება უпроსტორად ჩაერთონ პროგრამებში და ისარგებლონ იმ საგრანტო რესურსით, რომელიც გამოყოფილია ევროკავშირის მიერ. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ საგრანტო პროგრამა არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ მსურველს
შეუძლია მონაწილეობის მიღება და ჩვენი ორგანიზაცია და სხვა ორგანიზაციებიც დააკმაყოფილებენ ნებისმიერი სურვილის გამოხატვას ნებისმიერი დაინტერესებული პირისგან, ამ ფერმერული ჯგუფისგან. ჩვენ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ჯგუფებმა რომელსაც აქვს სურვილი რომ მიიღონ მონაწილეობა საგრანტო კონკურსში, უნდა გაიარონ გარკვეული კონკურსი. ეს არის ფაქტურად საგრანტო კონკურსი და ჩვენ ვცდილობთ რომ შევარჩიოთ ზუსტად ის ფერმერული ჯგუფები და კოოპერატივები, რომლებიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბებული არიან ზუსტად იმ პრინციპით, რაც შეესაბამება კოოპერაციის პრინციპს, ანუ ეს უნდა იყოს აბსოლუტურად თანასწორუფლებიან ფერმერთა გაერთიანება, რომ ყველა ფერმერს, ყველა წევრს უნდა კონდეს ერთი ხმა ამ კოოპერატივში. რა თქმა უნდა აკმაყოფილებდნენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის მოთხოვნებს. ამასთანავე უნდა უკვე კონკურსში მონაწილეობის სურვილის და მათთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, რაც უნდა კონდეთ, რა თქმა უნდა, სწორი ბიზნეს ხედვა, იმიტომ რომ ეს არის უკვე ბიზნეს ორიენტირებული გაერთიანება და ისინი სწორედ უნდა ხედავდნენ ბიზნესის მიმართულებას. ამაში თუ ეხმარებით, ბატონო გიგა, რომ სწორად დაინახონ მათ, იმიტომ რომ მენეჯმენტი არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც უკვე მოქმედ კოოპერატივებს აქვთ. ეს პრობლემა აბსოლუტურად ყველა კოოპერატივს უდგას და ძირითადად ყველა ფერმერს საქართველოში და ჩვენ შესაბამისად ვცდილობთ რომ მათ გავაკეთოთ სწორი მიმართულებები ბიზნესის და შესაბამისად ამის გულისთვის ჩვენ მათ უტარებთ გარკვეული რამოდენიმე სახის ტრეინინგს, რომელთაგან აღსანიშნავია 4 დღიანი ბიზნეს ტრეინინგი, რომლის მსვლელობაში სწავლობენ და ეცნობიან ბიზნესის იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც მათ დასჭირდება საომალო თავიანთი საქმიანობისთვის და რომლის საფუძველზეც მათ ზუსტად უნდა გააკეთონ ბიზნეს გეგმა, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ჩვენთან, რომლის საფუძველზეც ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დავაფინანსებთ თუ არა ამა თუ იმ კოოპერატივს. გასაგებია. შემდეგი ეტაპები როდის გამოცხადდება, თუ დასრულდა ეს უკვე? ჩვენ 3 ეტაპად მივიღეთ განაცხადები კოოპერატივებისგან, ამ 3 ციკლის განმავლობაში შემოვიდა დაახლოებით 400 განაცხადით ფერმერული ჯგუფებიდან. დავზენაქვე, რომ მერსკორსის პროგრამა სულ დასაფინანსებელი ყავს 70 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. ეს 14 კოოპერატივი, რომელიც აღნიშნე, რომელზეც მივიღეთ გადაწყვეტილება დაფინანსების თაობაზე, შერჩეულია მხოლოდ პირველი ციკლიდან. ამჟამად ჩვენ მუშაობთ მეორე და მესამე ციკლის განაცხადების შეფასებაზე და ამ ფერმერულ ჯგუფებთან და შესაბამისად სავარაუდოდ მოხდა ამ მიღებული განაცხადების საფუძველზე ჩვენი სამიზნე კოოპერატივების სრულად დაფინანსება, სავარაუდოდ აპრილი-მაისის თვეში ჩვენ კვლავ კიდევ ერთხელ გამოვაცხადებთ ახალ კონკურსს. აპრილი-მაისში გამოცხადება ახალი კონკურსი. დიდი მადლობა ბატონო გიგა, გისურვებთ რა თქმა უნდა წარმატებებს და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიგა სარუხანაშვილი, ორგანიზაცია Mercy Corp-ის პროგრამის მენეჯერი გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს გადაცემა აგროდღიური დასრულებულია. მე ერთი კვირით გამშვიდობებით. თქვენ გაქვთ ბიზნესი და ეწევით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, გსურთ წარმატება და გჭირდებათ გამოცდილი მეგზური, აგროდღიური, დაგეხმარებათ მიიღოთ საინტერესო და საჭირო პროფესიონალური რჩევები, დანერგოთ ახალი ტექნოლოგიები, პირველებმა გაეცნოთ სიახლეებს აგრარულ პოლიტიკაში და შეაფასოთ ქართული პროდუქციის პერსპექტივა ევრობაზარზე. აგროდღიური, რადიო იმედზე, თეა შველიძესთან ერთად. აგროდღიური